გქონდეთ სულში, გულში, ოჯახში, სამშობლოში, ყველაფერი იქნება კარგად. და არის კიდევაც კარგად, ოღონდ ჩვენი ერი გამრავლდეს, გვაქვს სახელმწიფოებრიობა, გვაქვს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დედა უნივერსიტეტი, უამრავი რამე გვაქვს მომადლებული, ამისი არ დანახვა არ შეიძლება, ავტოკეფალური დედა ეკლესია, მოგეხსენებათ, თუ ცოტა ხნის წინ, ვისაც ეს ახსოვს და ძალიან ბევრ ადამიანს ახსოვს, არც სახელმწიფოებრიობა გქონდა სრულყოფილი, სოფლიოს ეკლესიათაგან არ იყო ჩვენი დედა ეკლესია აღიარებული და იყო უამრავი ბრძოლები და უამრავი ცენზურა და მე მინდა ბავშვებს უთხრა რომ გამოიყენეთ ეს თავისუფლება, ძალიან კარგად მიუდექით ამ თავისუფლებას, სწორი ფორმებით, სწორი შეხედულებებით და თქვენთვის გზახსნილია, წარმატებები გქონდეთ, ახალო თაობავ, დიდებულო თაობავ, ეროვნულო თაობავ, მე მიხარია რომ უამრავი ახალგაზრდა ეროვნული საოცარი ადამიანი, აი ძალიან დიდი ნაწილი, არავინ არ ჩამოყაროს ყურები, მე მინდა ვთქვა, რომ დიდი უმეტესობა ახალგაზრდობისა 50 კი არა 60-70% არის ეროვნული და მოწადინებული და დიდებული თაობა მოდის. ეგენი გადაარჩენენ, ჩემო გეგა, ერს, ქვეყანას, ეგენი იქნებიან მრავალშვილიანები, აი ვინც ახლა სკოლაში არიან და ვინც საოცარი თაობა მოდის, ეროვნული თაობა მოდის. მიხარია რომ ამ თემაზე მინდა საუბარი და ამითი დავიწყე. მე და გეგა ისევ თქვენთანა ვართ, ჩემო მეგობრებო, მუდამ თქვენთან ვიქნებით, ჩვენ აი მოგეხსენებათ რა თემაზეც ვმუშაობთ, რასაც ვიკვლევთ და რაც არის ჩვენი არეალი, როგორც კი აღმოვაჩენთ რაღაც ახალ თემას, ახალ წინადადებას, ახალ წყაროს, ახალ დოკუმენტს, ახალ ლოგიკურ დასკვნას, ეგრევე თქვენთან მოგვიჩქარია, ეგრევე თქვენთან მოვიჩქარით, რომ გაგაცნოთ, გაგაგებინოთ, აი ადამიანებს უყვებით, წერთ Facebook-ში, ერთმანეთს ვუზიარებთ და ასე შემდეგ. და ასე იქნება მუდამ დიდი მადლობა თანადგომისათვის, ჩვენ გვგრძნობთ ადამიანების თანადგომას, მხარდაჭერას, უსაზღროდ იცით ეს უდიდესი მუხტია, უდიდესი ძალაა, როცა მოყვასი მხარში გიდგას, მორალურად, სულიერად, ტექნიკურად, იურიდიულად და არანაირი აუცილებლობა არ არსებობს მატერიალურისა, ანუ და როცა ეს ამდენი მადლი მოდის ადამიანთაგან, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის. კიდე ერთხელ რომ შემოვიფარგლოთ, ეხლა მე მაინც მინდა ვუთხრა, რომ უამრავ ადამიანს, ახალ ნაცნობს, ახალ მეგობარს თუ რა არის ჩვენი სფერო. რატომ იცით, იქ რაღაც კითხვები ჩნდება და ასე შემდეგ. მე და გეგა აი ამ კონკრეტულ სფეროში, თანამშრომლობაში, აი ამ მიმართულებაში ვართ ბიბლიური გეოგრაფიის, ბიბლიური არქეოლოგიის შესაბამისად ძიებაში. ეს არ არის ღვთისმეტყველება, რა თქმა უნდა, ღვთისმეტყველებას ვიყენებ, ვსწავლობ, ძალიან გვიყვარს, მაგრამ ეს არის ისეთი მიმართულება, სადაც შესაბამისად არის ძებნა, ძიება, წყაროებისა, დოკუმენტებისა, ტოპონიმებისა, მერე ლოგიკური დასკვნებისა, სამწუხაროდ ძალიან ბევრმა ლოგიკური დასკვნები საისტორიო კვლევაძიებიდან ამოიღო და დატოვა მხოლოდ და მხოლოდ აი წყარო უნდა იყოს იმ ეპოქისა და არ უყურებენ რაოდენ ობიექტურია, რაოდენ ლოგიკურია. ოღონდ წყარო იყოს რა, აი მაგალითად არის ესეთი რო არ გამიგრძელდეს საუბარი, ესეთი დიდი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი, რომელიც მისმა ქართულად მთარგმნელმა და რედაქტორმა აბდალაძემ მეცნიერმა, არმენოლოგმა ამხილა. ეს ტყუილია, ეს შეცდომა, რომ მაინც იმას ეყრდნობიან და მაინც გამარჯვებულია საქართველოს ძალიან ბევრ წიგნში და გამოცემაში, რომ თითქოს და ქართველებს მაგალითისათვის სომეხმა მწერალმა შეგვიქმნა ანბანი და ასე შემდეგ. მაინც უპირატესობაა ის ცნობა, ვიმეორებ მარტო იმიტომ, რომ აი საერო ისტორიკოსი იმ ეპოქაში ამას ამბობს. შესაბამისად, ჩვენი სფეროა ესეთია, უკვე აგიხსენით და კიდე ერთხელ გეუბნებით, რომ როგორც კი დაინახავთ რაიმე ალოგიკურს, გვესტუმრეთ, გნებავთ ოჯახში, გნებავთ ორგანიზაციაში, გნებავთ ჩვენ გეახლებით და ვიმსჯელოთ. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, აი ესე თუ ჩამოვყალიბდებით და ესე თუ გადავდგავთ ნაბიჯებს. და აქედან გამომდინარე ვიკვლევთ რა ბიბლიის გეოგრაფიას, ბიბლიის არქეოლოგიას, შესაბამისად ტოპონიმიკას,
გეოგრაფიას და ასე შემდეგ, ცხადია ჩნდება უამრავი აღმოჩენების წილ, უამრავი ახალი სიტყვა, უამრავი ახალი ფრაზა. და მე მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ამას ხაზი, 10 მადლობა ჩემს მეგობარს, თანამებრძოლს, მოყვარს გიორგი გეგა ხვედელიძეს, რომ მან შექმნა ესეთი ფრაზა, აზრი, არსი, საკვლევი თემა, ფუძეერი. ფუძეერი არსებობდა წინა გადაცემაშიც ვთქვი, ფუძეენა, რომელსაც ხან იკვლევენ, ხან აღარ იკვლევენ, ხან თუ ევოლუციონისტები არიან, თავი აქვთ დანებებული რა ის ფუძეენა უამბობენ და ასე შემდეგ, მაგრამ ბიბლიიდან გამომდინარე არსებობს ფუძეენა, ესე იგი არსებობს ფუძეერი და ეს გეგას სწავლებაა, გეგას აღმოჩენაა. მოდი კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბებ ფუძეერის არსი, წარმოქმნისა და რეალურობის ქვაკუთხედი, ჩარჩოები, ჩემო ძმაო და მეგობარო. მივესალმები პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მელს, წყალობას და მშვიდობას გისურვებთ ყველას და ღმერთმა დაგვამშვიდოს მთელი ერი და ქვეყანა ამ ურთულეს ეპოქალურ გამოწვევებში, რაშიც მთელი მსოფლიოა დღეს გახვეული და რაშიც საქართველომ აუცილებლად უნდა იპოვოს სწორი გეზი და ორიენტირები და ამ ორიენტირების ღმერთმა დალოცოს საქართველოს. ამ ორიენტირების ძებნაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გააზრება ჩვენი არსისა და ჩვენი ყოფიერებისა, ჩვენი თვითყოფადობისა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რაც მყოშობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა და თუ არ გავიაზრებთ რა ვართ, საიდან მოვდივართ, რა არის ჩვენი ფესვები, საიდან გამომდინარეობს ქართველობა, საიდან გამომდინარეობს საქართველო, მაშინ გავიჭირდება ძალიან და თითქმის შეუძლებელიც იქნება, რომ გავიაზროთ რა არის ჩვენი სამომავლო ორიენტირები, საითაც უნდა მივისწრაფოდეთ. და რამდენი ებრძვის მაგას? სწორედ ამიტომ ებრძვის, სწორედ ამიტომ შინ და გარეთ დამახინჯება ჩვენი წარსულისა, სწორედ ამიტომ ხდება ცდელობები ჩვენი ფესვებიდან მოგლეჯვისა და მოწყვეტისა და გაყალბებისა, დაწყებული წითელი საბჭოთა ისტორიოგრაფიიდან მოყოლებული და არა მარტო, როდესაც ხდებოდა გაყალბება, გადაწერა, გადაკეთება მუდმივად საქართველოს ისტორიისა და შეცვლა და დამახინჯება, ამას არ ქონდა უბრალოდ შემთხვევითი საფუძველი და შემთხვევით არ ყოფილა ეს ასე. ეს პირველ რიგში მომდინარეობდა იქიდან, რომ ქართველმა ადამიანმა არ იცოდეს ის ვინ არის, არ იცოდეს რა ფუნქცია აქვს დედამიწაზე, რა არის მისი ზოგად საკაცობრიო არსი და მისია, მნიშვნელობა, როგორც ერისა და როგორც თითოეული ქართველისა. იარაღი იყო მათთვის გაყალბება. ამიტომ ებრძვიან და ამიტომ გვიყალბებენ წარსულს და ამიტომ გვიმახინჯებენ ისტორიას. ზოგიერთი კითხვას ვამს, აი რისთვის უნდა ვისწავლე, რა აზრი აქვს, რა ხდებოდა სიტყვაზე 5000 წლის წინ. სწორედ ის მნიშვნელობა აქვს, რომ ეს რა ხდებოდა 5000 წლის წინ განაპირობებს იმას, რა მოხდება მომავალში, იქიდან გამომდინარე, იქამდე, სანამ ღმერთის დაშვებით ეს სამყარო თავის არსებობას განაგრძობს და სანამ იარსებებს დედამიწაზე და სამყაროში ქართველი ადამიანი და საქართველო. აი სწორედ ეს ყველაფერი და ეს საფუძვლები იქნება განმაპირობებელი მომავლისა და ჩვენ აი ამის ახსნას და ამის გააზრებას ვცდილობთ და აი ამ კონტექსტში ვცდილობთ გავიაზროთ, სწორედ ამიტომაა ჩვენი კვლევის საგანი ბიბლიური ისტორია და ბიბლიური არქეოლოგია და გეოგრაფია. აი სწორედ ამიტომაა ჩვენი საყრდენი ბიბლია და წმინდა წერილი, რომ სწორად გქონდეს გააზრებული და გაცნობიერებული შინაარსი ქართველობისა, საქართველოსი და კონტექსტი ისტორიულად ქართველი ერისა და საქართველოსი ბიბლიურად. აი სწორედ ამიტომ. ეხლა რაც შეეხება ფუძეერსა და ფუძეერის ფუნქციასა და დანიშნულებას, აი ჩვენ რატომ შემოვიღე პირადად მე ეს ტერმინი, რატომ დავსვი ეს საკითხი ნუგზართან და რა არის ზოგადად აი ჩემი ხედვითა და ჩვენი ხედვით რა არის ეს ფუძეერი და ფუძე ერიდან გამომდინარე რა არის ქართველობა და საქართველო, ხო? ჩვენ ვიცით, ესე იგი, წმინდა წერილში, ბიბლიაში მოცემულობა, რომ სანამ მოხდებოდა ენათა და ერთა აღრევა ბაბილონის გოდოლის მშენებლობაზე, როდესაც ბაბილონის გოდოლი აშენდა, ბაბილონის გოდოლში მიღებულმა ხალხებმა მიიღეს საღვთო სასჯელი. და ამ სასჯელის შედეგად მოხდა დაყოფა ერებისა და ენებისა. ეს წმინდა წერილში წერია, მოხდა მათი აღრევა, დაშლა და დაფანტვა და აირია, კაცობრიობა გაიფანტა. წარღვნის შემდეგ ეს ადამიანები, როდესაც არარატის მთას, ანუ იგივე კარდუს მთას მიადგა ნოეს კიდობანი, იქიდან გადმოსული ადამიანები დასახლდნენ ერთ კონკრეტულ ლოკალურ არეალში. ეს იყო შუამდინარეთის ზემო მხარე, სამხრეთ კავკასია, ეს მიდამოები, ეს არეალი, ეს გეოგრაფიული
ველი, რომელიც არის აი ვანის ტბის მიდამოები, რომელიც მოიცავს აი შუამდინარეთის ზემო წელს, მოიცავს არარატის კარდუს მთას და იგივე და აქედან ერთის მხრივ არის შავი ზღვა, იქით კასპიის ზღვა, რაც არის საქართველოს ისტორიული საკუთრება და როგორც არ უნდა დაშალონ და დაყონ არაკეთილმა უწმინდურმა ძალებმა საქართველოს საზღვრები და მიისაკუთრონ და მიითვისონ ჩვენი რეგიონები ღმერთისგან ბოძებული ჩვენი არეალი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა ნიკოფსიდან და რუბანდამდე ჩვენია და ჩვენი იქნება ვიდრე მეორედ მოსვლამდე და არავის არ მიეცემა იმისი უფლება და მკაცრად დაიჯება ვინ შეეცლება საქართველოს დაყოფას დაშლასა და დანაწევრებას ეს ჩვენი სასუებაა და იმედია რითაც ჩვენ ცოცხლობთ და ვარსებობთ და აი ამ არეალში, ამ გეოგრაფიულ არეალში, სამხრეთ კავკასიის, ზემო შუა მდინარეთის, კარდუს მთის გარშემო, კარდუს მთა და არარატის მთა ვიმეორებ, ეს არის იდენტური ტერმინები და შემდგომში ამასაც განვმარტავთ, საიდან და როგორ მომდინარეობს ეს ასე. აი სწორედ ამ არეალში დასახლდა ნოე და მისი ოჯახის 3 შვილი, ნოესი, სემი, ქამი და იაფეტი, რომლებიც გამრავლდნენ, რომელთაც ეყოლათ ვაჟები, ასულები და ეს ადამიანები, ესე იგი, ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დაწყებამდე, ანუ ეს გრძელდება 5 საუკუნის განმავლობაში დაახლოებით, აი ეს პერიოდი ამ არეალში ცოცხლობს, არსებობს ერთი ხალხი, რომელსაც აქვს ერთი ენა, ეს წერია წმინდა წერილში, ბიბლიაში, რადგან იქ წერია, რომ ერთ პირი იყო ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი. ხო, ერთ ენაზე მეტყველს საზოგადოებას, ერთ ენაზე მეტყველს ხალხს აქვს ერთი ცნობიერება, აქვს ერთი თვითშეგნება, ერთი კულტურა, ერთი გააზრება, ამ ადამიანებს აქვთ ერთი ღმერთის დამბადებელი ღმერთის რწმენა, მათ აქვთ ერთი გეოგრაფიული არეალი, ანუ აქვთ მამული, აქვთ ტერიტორია, სადაც ისინი მკვიდრობენ და სახლობენ და აქვთ ერთი ენა და აქვთ ერთი კულტურა, ანუ წმინდა ილია მართალი როგორც ამბობს, ერის განსაზღვრების, ერის ჩამოყალიბების სამთავარ ფუნდამენტურ ესე იგი იდენტობის წყაროს, რომელსაც ის ასახელებს ეს მამულს, ენას და სარწმუნოებას, ამ ადამიანებს, ამ გეოგრაფიულ არეალში ცხოვრებ ადამიანებს გოდოლის მშენებლობამდე, კიდობნიდან გოდოლამდე პერიოდში ეს 5 საუკუნე. ფაქტია რომ აქვთ ერთი ენა აქვთ, ერთი ტერიტორია აქვთ და ერთი დამბადებელი ღმერთის რწმენა აქვთ. და ეს უკვე ჩვენ აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთქვით რომ ამას ჩვენ ვუწოდეთ ფუძე ერი, რამე თუ როგორც ფუძე ენა აქვს და ეს ფუძე ენაზე ნუგზავნმაც აღნიშნა რომ გარკვეული მეცნიერები რაღაცა პერიოდის განმავლობაში საუბრობდნენ, მაგრამ ვიღაცები მერე დაკომპლექსდნენ, ვიღაცების ინტერესებში ეს არ მოვიდა, ვიღაცები ამას დაუპირისპირდნენ და ეხა ფუძე ენაც ამოაგდეს სამეთყველო აპარატიდან და ზოგადად აღარ იყენებენ ამ ტერმინს და აღარ განიხილავენ ხოლმე უფრო რაღაცა სხვადასხვა თეორიებით, იმიტომ რომ თუ ფუძე ენაზე მიდიხარ, მერე გინდა არ გინდა უკვე ნელ-ნელა ბიბლიურ ჭეშმარიტებებამდე გიწევს მისვლა, რაც ამათ ესე იგი დოქტრინას ეწინააღმდეგება, ამათ სამეცნიერო კონცეფციებს ეწინააღმდეგება რა, ამათ ევოლუციონიზმს, მილიარდობით წელს, რომელთაც უნდათ რომ დააჯერონ ადამიანები მრავალ მილიარდ წლიან განვითარებაში და რაღაც აბსურდულ утоპიურ თეორიებს, რომლებიც ყველანაირ სამეცნიერო და მით უმეტეს საღვთისმეტყველო თეორიებს ეწინააღმდეგება რა. აი სწორედ ამიტომ, სწორედ ამ დაპირისპირებიდან გამომდინარე, ფუძე ენაც აღარ გამოიყენება ხმარებაში, მაგრამ ბიბლიურად ფუძე ენა არსებობს, რამე თუ როგორც მოგახსენეთ, წერია წმინდა წერილში, რომ ერთ პირი იყო ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი. აი ერთ ენაზე მეტყველი ხალხი პირობითად რამდენი ადამიანიც მაშინ არ უნდა არსებული იყო, ხა ჩვენ უნდა გავაცნობიოთ, რომ მაშინდელი კაცობრიობა 7-8 და 9 მილიარდი ნამდვილად არ იყო. აი ის 5 საუკუნე, ის ადამიანები, რაც იქ ცხოვრობდნენ, ერთ ენაზე მეტყველნი, ცხადი და ლოგიკურია, რომ ენა განსაზღვრავს ცნობიერებას და ენა თუ განსაზღვრავს ცნობიერებას, ცნობიერებით ერთი ხალხი, ერთი თვითშეგნების, ერთი სოფ აღქმის, ერთი სამყაროსეული შემეცნების მქონე ხალხი, რომელსაც ერთი დამბადებელი ღმერთის რწმენა აქვს და ერთ გეოგრაფიულ არეალში ცხოვრობს და ერთ ტერიტორიაზე აშენებს კულტურას, ქმნის რაღაც ქალაქებს, სოფლებს, ცივილიზაციას იმ ფორმით, რაც იმ დროში არსებობდა, ერთმანეთთან ერთი ენით მეტყველებს, აქვთ ერთიანი საკომუნიკაციო საშუალებები. ეს უკვე არის ერთიანი რაღაც საზოგადოებრივი, სოციოპოლიტიკური, კულტურული, როგორც გინდა დაარქვეს, თანამედროვე ტერმინოლოგიიდან გამომდინარე, რაღაცა ორგანიზმი, რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ ფუძე ერი. აი ეს ფუძე ერი, რომელიც არსებობდა, როგორც მოგახსენეთ, ესე იგი, წარღვნიდან
გოდოლამდე, გოდოლის მშენებლობისას ხდება ამის დაყოფა. გოდოლის მშენებლობისას ხალხის გარკვეული ნაწილი იღებს მონაწილეობას, ამაზე ნუგზარი უფრო რთულად ისაუბრებს, იღებს მონაწილეობას გოდოლის მშენებლობაში და ეს ადამიანები იჯებიან. მათი ენები და ერები ირევა და მე წინა გადაცემაში ვთქვი, წმინდა დიმიტრი როსტოველი ამბობს, რომ იქ მშენებლობაში მონაწილე ადამიანები ღმერთმა ისე დასაჯაო, რომ ესე იგი დაამახინჯა მათი სახეებიო და აი მითოლოგიაში და ფოლკლორში არსებული კენტავრები და გნომები და ჯუჯები და ესეთი არსებები, რომლებიც ესე იგი შემდგომ ფოლკლორულად ადამიანებმა სხვადასხვა ფორმით და სახით აღიქვეს, არიან სწორედ წმინდა დიმიტრი როსტოველის სენაკის მემატიანეში შეგიძლიათ წიგნია იქ წაიკითხოთ, აი ესეთი სასჯელები დაისაჯა და ესეთი სახეები და ფორმები მიიღეს ამ ადამიანებმა და მთელ დედამიწაზე მიმოიფანტნენ. მაგრამ ადამიანთა ის ნაწილი, რომელმაც არ მიიღო მონაწილეობა გოდოლის მშენებლობაში, აი ეხლა ხანს მაგალითად მეუფე სპირიდონმა სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა ზიღადაგა და მე ძალიან გამიხარდა, რომ ქართველთა წინაპრებს არ მიუღიათ მონაწილეობა გოდოლის მშენებლობაშიო და ამისი საფუძვლები, ამის თქმის საფუძვლები სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში არის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის კლიმენტი ალექსანდრიელის სტრომატა, რომელზეც ნუგზარი წინა გადაცემებში საუბრობდა და დღესაც გარკვეულწილად მოვიხილავთ ამას. ესე იგი, ადამიანებმა, ვინც არ მიიღეს მონაწილეობა აი ამ პროცესში, ამ ღვთისწინააღმდეგ ამბოხებულ პროექტში, ასე ვთქვათ, და არ მიიღეს ბაბილონის მშენებლობაში მონაწილეობა, აი ეს ადამიანები დარჩნენ ფუძეზე. ეს ფუძე რას ნიშნავს, არა? ანუ ისინი არ წასულან არსად, სადაც მოვიდა კიდობანი და უფრო ადრე სადაც იყო ედემის ბაღი, ჩვენ ამაზეც გვაქვს კვლევა ჩატარებული, ანუ სადაც არის დასაბამისეული არეალი დედამიწაზე, საიდანაც ყველაფერი დაიწყო დედამიწაზე, ეს არის სამხრეთ კავკასიის არეალი, ზემო შუა მდინარეთი, მდინარეთა სათავეები, როგორც ჩვენ განმარტება გავაკეთეთ და ამაზე წიგნისა გვაქვს ჩვენ გამოცემული ამ ქვეყნიური სამოთხე, ტიგროსის, ეუფრატის, ჭოროხისა და არაქსის სათავეები, ვანის ტბის მიდამოები, კარდუს იგივე არარატის მთის მიდამოები, ანუ ეს მთელი ეს არეალია ორ ზღვას შუა, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შუა მდებარე და სამხრეთ კავკასიის ეს არც თუ ისე ვრცელი, მაგრამ საკმაოდ ისეთი ტევადი რეგიონია, რომელშიც მრავალი ისტორია აღესრულა და ამ საუკუნეების განმავლობაში ამ გეოგრაფიულ არეალში უამრავი სისხლი დაიღვარა, უდიდესი ცივილიზაციური მიღწევები შეიქმნა და ეს არის სწორედ დასაბამი, ბიბლიურად დასაბამი კაცობრიობისა. აქ დაიწყო დედამიწაზე ადამიანმა არსებობა ედემის ბაღში და აქ დაიწყო დედამიწაზე ადამიანმა არსებობა წარღვნის შემდეგ, როდესაც მოვიდა ნოეს კიდობანი. აი აქ მცხოვრები ფუძე ერი, ანუ ფუძე ხალხი, რომელიც არსად არ წასულა და რომელსაც არ მიუღია ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში მონაწილეობა, ანუ ფუძე ერის პირდაპირ მემკვიდრე ხალხი საზოგადოება ქმნის შემდგომში ერს, ქმნის შემდგომში სახელმწიფოს და ეს არის ქართველი ერი და საქართველო. იქიდან გამომდინარე, რომ დარჩა ეს საზოგადოება, ეს ხალხი დარჩა ფუძეზე, დარჩა ტერიტორიულად, დარჩა ენით, ანუ ფუძე ენის მემკვიდრე ენით, რაც არის დღევანდელი ჩვენი სამეთყველო ქართული ენა, ქართული დამწერლობა და ჩვენ არ გვიარყვია დამბადებელი ღმერთის რწმენა, გარკვეულ პერიოდში მოხდა ჩვენში კერპსახურებისა და წარმართული კულტების აღზევება, მაგრამ მე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ჩვენი წმინდანების მოციქულებისა და სხვათა ძალისხმევით კვლავ ნათელი იყო ქართველმა ერმა და დაუბრუნდა ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას. აქედან გამომდინარე, ფუძე ერის მემკვიდრე ერი, ფუძე ერის ესე იგი პირდაპირ ხაზით მავალი ერი დღემდე სწორედ გამომდინარე აქედან არის ქართველი ერი და საქართველო, ეს არის ჩვენი კვლევის საფუძველი და ამისთან გამომდინარე მივედით აი ამ ყველაფრის კვლევაძიებებამდე და ამან გაგვიხსნა კიდევ მრავალი ახალი ფანჯარა და მრავალი ახალი რამ დაგვანახა ამ კვლევის განმავლობაში, რითაც კიდევ უფრო გამყარდა ჩვენი ეს აზრები და თეორიები თუ შეიძლება ასე ითქვას და კიდევ უფრო ახალ და ახალი კვლევების ინტერესი აღძრა ჩვენში ამ ყოველივემდე. დანარჩენს ახლა ნუგზარი კიდევ უფრო რთულად მოგვახსენებს და მოახსენებს. გენაცვალე, გაგახაროს ღმერთმა ერთ ამონარიც გავაკეთებ მარტო აი ამ 200 მილიონი წლის ადამიანზე, რაღაც დონეზე რაოდენ ლოგიკობაა და რაოდენ შეურაცხმყოფელია, რომ ჩვენ თუნდაც ამ თაობას, თუნდაც შოთა რუსთაველის ეპოქას, თუნდაც არისტოტელეს ეპოქას იმას ეუბნევიან, რომ 200 მილიონი წელიწადი ადამიანი იყო ესეთი
ჩარჩენილი, განუვითარებელი, მარტო ჯოხი და წვეტიანი კენჭი გამოიგონა და ფაქტად რჩება, რომ ბოლო 8 საუკუნე, ბოლო 80 საუკუნე, ბოლო 70 საუკუნე არქეოლოგიურად, ბიბლიურად, დეტალურად შესაბამისად ხილული არის ეს ირმის ნახტომი, ესეთი პროგრესი საოცარი, რომ ადამიანმა შექმნა ბორბალი, შექმნა მილი, შექმნა დამწერლობა, შექმნა ინჟინერია, შექმნა თუნდაც გამადიდებელი შუშა და ასე შემდეგ, ზოგი ღმერთის დახმარებით და ზოგი თავისი აზროვნებით და თავისი ნაბიჯებით. ამას მიაქციათ ყურადღება, ეს ერთი. მეორე, ვინც ქრისტიანია და ვინც მართლმადიდებელია მეტადრე და ეკლესიაში დადის, ის ვალდებულია კარგად გამიგეთ, რომ თუ მაგალითად მას წამს იესო და იესოს აღდგომის დიდება უფალს და მის ძალას, შესაბამისად ერთი რამ უნდა იცოდეს, რომ ეს ბიბლია, როგორც წყარო, როგორც ისტორია, როგორც ღვთისმეტყველება დაასაბუთა დაამოწმა მაცხოვარმა მოსული იყო რა 20 საუკუნის წინ ხომ ეთანხმებით. შესაბამისად არსებობენ ადამიანები, ვისაც ვეკითხები, ჩემო გეგარო, ეღიმებათ რა, ეცინებათ რა, ამ 70, 60, 50 საუკუნის წინანდელ მოვლენებზე, წარღვნაზე, ნოეს ოჯახობაზე, მეორე დასაბამზე. ვეკითხები რა, რომ კარგი, მაცხოვარი და მისი არსებობისა გჯერა, ხო? იმის უკან მაგალითად დავით მეფსალმუნე გჯერა, რომ არსებობდა სოლომონი. ეხლა ეჭვის თვალი კი უჩნდებათ, გამიგეთ, რაღაც დონეზე ხვდებიან უკვე საით მიმყავს საუბარი და კი, დავით მეფე არსებობდა. მოსე არსებობდა, რეალური პიროვნება, ავტორი ამ წიგნისა, 5 წიგნეულისა. მოსე არსებობდა? კი, არსებობდა, სხვათა შორის მოსეზე ცნობებია ქართლის ცხოვრებაშიც. არსებობდა რაღაც დონეზე, მე არსებობდა მაგალითადთვის აბრაამი, მამამთავარი, როგორც რჯულის დამდებელი და როგორც დიდი წინასწარმეტყველი და ასე შემდეგ, ამასთანავე მამა დიდი ერებისა და ასე შემდეგ. და აქ უკვე შესაბამისად იწყებენ ყოყმანს, გამიგეთ, ანუ ამ რაღაცის ზოგს ბოლო 40 საუკუნისა ჯერა ზოგს ბოლოსა და ასე შემდეგ და უკვე წარღვნამდე რომ მიდიან, უკვე უჩნდებათ ეჭვები, კარგად გამიგეთ და ჩვენზე იყო ეს დამოკიდებული, რომ დავაჯეროთ ღმერთმა ვერ დააჯერა ეს ადამიანები და მაინც ჩვენ უნდა ვეცადოთ, კარგით? ახლა მიწაც მისკდება, ვამბობ იმას რა, რომ პოპულარიზაცია გაუკეთო მე ქართველმა კაცმა ქართველების წინაშე დაბადებას და ძველ აღთქმას, მიწა მისკდება, გეფიცები რაღაც დონეზე რა. ძვირფასო მეგობრებო, ახლა თქვენ წარმოგიდგენთ შემდეგ რამეს, კარგად გამიგეთ, მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ მსმენელთაგან ძალიან ბევრი ჩახედულია და ზედმიწევნითიც ის ძველი აღთქმა და დაბადება მეტადრე და მისი პირველი ნაწილები და მე მაინც მინდა წარმოგიდგინოთ შემდეგი რამ, რომ წარმოვიდგინეთ, გეგამ აღნიშნა, რომ მეხუთე თაობაში, ანუ წარღვნიდან მეხუთე თაობაში ხდება ბაბილონის გოდოლის მშენებლობა. ეს აღწერილია არა მარტო ბიბლიაში, ეს აღწერილია უამრავგან და ასე შემდეგ. იცით ახლა ეს როგორ მოხდა განყოფა და ასე შემდეგ და თვითონ არქეოლოგიურადაც თუ შეხედავთ და ისტორიულადაც თუ შეხედავთ, ამ რეგიონში, რასაც ახლო აღმოსავლეთი ქვია და შუა მდინარეთი ქვია და ასე შემდეგ, უამრავია ეს 50, 60, 50 საუკუნის ძეგლები და არტეფაქტები და ასე შემდეგ და დანარჩენ ევროპაში და დანარჩენ აფრიკაში და ასე შემდეგ ან კანტიკუნთად, ან შეცდომით დათარიღებული, მე მაინც ვფიქრობ, რომ შეცდომით დათარიღებული და ეს კიდე ერთი ნიშანია იმისა, რომ აქედან ხდება კაცობრიობის გასვლა. და მე ვიმეორებ ერთი ძალიან დიდი ადამიანის სიტყვას, რომ ამ ევროპელებმა, ამერიკელებმა, ძალიან ბევრმა ერებმა, მით უმეტეს წინწასულმა ერებმა, წინწასულმა სახელმწიფოებრიობამ, მეცნიერული თვალსაზრისით გეუბნებით. შესაბამისად, თუ უნდათ რომ თავიანთი ფუძე და საფუძველი და წყარო და ასე შემდეგ წარსული იპოვნონ, უნდა ჩამოვიდნენ აქ. ჩვენ სამშობლოში და ჩვენს უნივერსიტეტში, ჩვენს ეკლესიაში, ჩვენს ჰაგიოგრაფიაში, ჩვენს წიგნებში, ჩვენს გარემოში და
ძალიან მარტივად აღმოაჩენენ. მე დარწმუნება, მაგალითისათვის რო გამოიცა საბჭოთა კავშირის შექმნამდე, რო გამოიცა ქართლის ცხოვრება, იქ ქართლის ცხოვრება იწყება არა ქართლოსიდან და ეგროსიდან და თარგამოსიდან, არამედ იწყება დაბადებიდან იწყება, ადამიდან და ევადან იწყება და როგორც ცდილობს მავანი რომ მოგწყვიტოს ამ საისტორიო წყაროებს. ნახეთ ჩემო გეგან ძვირფასო მეგობარო და ძვირფასო მეგობრებო. აი ამ ხუთ თაობაში მე ახლა ჩქარჩქარა ძალიან ჩქარჩქარა რომ მე ისევ სხვა თემებზეც გადავიდეთ. შემოგთავაზებთ იმ ბიბლიურ ადამიანებს, იმ ბიბლიურ მამამთავრებს, იმ უმნიშვნელოვანეს პიროვნებებს, პერსონებს, რომლებიც მოცემული გვაქვს და აქ კიდე არასრულიასია, იმ ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ ფუძეერში და მამამთავრები არიან. თითოეულ მათგანს უჩნდებოდა 7-7 8 9 1000 ქალვაჟი წარმოიდგინეთ და როგორ მრავლდება ეს ხალხი. როგორ მრავლდება. მოგეხსენებათ, მოდით ესე დავიწყოთ, რომ პირველ თაობად ჩავთვალოთ კი არა, ჩავთვლილია სემი, ქამი და იაფეტი და არა ნოე და ნოეს მეუღლე. სემი, ქამი და იაფეტი, ეს არის პირველი თაობა. მეორე თაობაში იაფეტის შვილები არიან ღამერი, ჩვენი პირადად, ჩვენი წინაპარი, ანუ იბერიელთა, მოდით ასე ვთქვათ. ღამერი, ღამერ, მაგოგი, მადიმი, თირასი, ავანი, ელისონი, თობელი, მოსოქი. ეხლა იცით რომ თობელი და მოსოქიც ქართველთა იმ ქართველთა წინაპრები არიან, რომლებიც უფრო ანატოლიისკენ ცხოვრობდნენ. თობელი არის განფენილი ტრაპიზონთან და მოსოქი არის განფენილი შუაში, სადაც არზის ერზინკა და ანკარა, აი წარმოიდგინეთ აი ამ მიმართულებით. ქამის შვილები არის ხუსი, ანუ ქუში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა. მესრაიმი, ფუდი და ქანაანი. რადგან ქანაანი ვახსენე, ახლა მე მოგახსენებთ, რომ ძალიან ბევრი შეცდომაშია შესული და გონია, რომ ღმერთისგან იყო დაწყევლილი ქამი. ამ დროს როგორ იქნებოდა დაწყევლილი ქამი, როდესაც იგი უკვე დალოცვილი იყო ღმერთისგან და დაიწყევლა არა ქამი იმ საქციელისათვის, რომ მძინარე და შეუმოსავ მამას დასცინა. არამედ დაიწყევლა ქამიშვილი ქანაანი. წარმოგიდგენიათ და დაწყევლილი არ არის შესაბამისად არც ქუში, არც მესრაიმი და არც ფუდი. უკვე შესაბამისად სემის შვილები არიან, ანუ საუბარი არის მეორე თაობაზე. სემის შვილები არიან ალიმი, ასური, ლუდა, არამი, კაინანი, არფაქსადი. არფაქსადი არის წინაპარი მაცხოვრისა, წინაპარი აბრაამისა, ისააკისა. შესაბამისად მე ეხლავე მინდა გითხრათ, აი აქ ძალიან მარტივად და მიგახვედროთ საითკენ მიმყავს საუბარი, რომ აი ღამერი არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენი წინაპარია, მოდით ესე ვთქვათ, მცხეთელებისა და ქუთაისელებისა და სოხუმელებისა, ბათუმელებისა, ხვდებით ხორის თქმა მინდა. აქ მაცხოვრებ თელაველებისა. ქუში, ანუ ხუსი, წინაპარია იმ ადამიანებისა, რომელიც არის მაგალითისათვის ჩვენში მირიანი. ხო წარმოგიდგენიათ? ვახტანგ გორგასალი, არჩილი, მირი, ანუ ნებროთიანები არიან ესენი. და სემის შვილი არფაქსადი არის წინაპარი წმინდა ოჯახისა, აბრაამისა, ისააკისა, თარასი, ებერისა და მათ შორის ბაგრატიონებისა. ეხლა ცოტა შორს გადმოვედი. დამწინდველის და მაცხოვრის გენეალოგია. წარმოგიდგენია როგორი, აი შესაბამისად და მოდით გადავასწრებ მე კიდე გეგამ
გაუსვას ხაზიან მე ვისაუბრებ ამ თემაზე, რომ აი ამ სამი ადამიანიდან, ანუ იაფეტიანი ღამერის, ქამიტი ქუშის და სემიტი არფაქსადის ხაზიდან თითო ოჯახი და რომელი ოჯახებია ესენი ჩვენ კიდე ერთხელ ვიტყვით, ჩემი მოკრძალებული აზრით, გეგა ნაწილობრივ მეთანხმება, ორში თავზე ეგრევე მეთანხმება და ერთში რაღაც დონეზე ყოყმანობთ და ჩემი აზრით ეს სამი ოჯახი, ეს სამი ადამიანი, ეს სამი პიროვნება, ეს სამი დიდი გენი არ წასულა ბაბილონის გოდოლში. ეს წარმოგიდგენიათ, რომ შესაბამისად აი ამდენი არის უკვე მესამე თაობაში და რა ერია უკვე შექმნილი, რა ნათესაობაა და ესენი ცხადია ფუძე ენაზე საუბრობენ, ნოეს ენაზე საუბრობენ, ხომ მეთანხმებით. ამაში რა თუნდა, ამას რა თუნდა ახსნა და განმარტება. შესაბამისად მესამე თაობაში უკვე აი იაფეტიანები, ნახეთ, თორღამე ანუ თარგამოს რო ეძახიან, აქაც ღამეა ერთ-ერთი ფუძე სიტყვისა. თორღამე, ანუ გაბერძნულებული სიტყვით თარგამოსი, ბერძნულ გავლენიანი სიტყვით თარგამოსი, რიფატი, ასქენაზი, ელისა, თარშისკიტელნი, როდელნი, აი ესენი არიან იაფეტიანები უკვე მესამე თაობისა. ანუ ნოეს შვილის შვილები. ქამიტნი, სავა, ლვილატი, სავათა, რეგმაი, სავაკათა, ნებაროთ, ანუ ნებროთი, ლუდიელნი, ემატი, ლივიმელნი, ნეფთალიმი. ესენი არიან ქამიტნი მესამე თაობისა, რომლებიც არ წასულან და რომლებიც შესაბამისად ჯერ კიდე ფუძე ერში არიან. ეს ის ეპოქაა, როცა ჯერ ბაბილონის მშენებლობა არ დაწყებულა. ასევე არის აქ ქამიტში პატროსონი, ხასლორიმი, ფილისტიმი, გეცნობათ ეს სახელი, კაპტორიმი, პატრონინი და ხოსლარიმი. ასევე არის სიდონი, ქეტელნი, იებოსელნი, ამორეველნი, გერგერელნი, არადელნი, სამარეელნი, ამათეფელნი, ამაათი. ესენი არიან ყველანი, ვინც მერე გადაიქცნენ ქანაანელებად. ასევე არის აქ ადადი და სებვამოდი. რამდენი გამოვიდა 1 2 3 4 5 6 7 დაახლოებით 30 გვარი წამოვიდა ქამიტებისა. წარმოგიდგენიათ რაოდენობა. ესე იგი რაღაც დონეზე ყველაზე ძალიან აი ამ ეპოქაში ეს ადამიანები, ეს ხალხები არიან მოხსენიებული. ესე იგი ყველაზე ძალიან უბარტყია ქამის შთამომავლებს. შესაბამისად ეხლა ქანაანი იქ განსაზღვრულიც არის. არის განსაზღვრული ქანაანი, რომელი ქვეყანა იყო. ქვემოთ იყო ღაზა და გერარი და მარჯვნივ იყო სოდომი და გომორი. აი ეს ადგილი არის ქანაანი და ეს ხალხი დასახლდნენ. აქ უკვე ეს არის განხილული ამაში. და შესაბამისად სემის შთამომავლები მესამე თაობისა არფაქსადის ძე სალაი, რომელიც არის ამასთანავე ებერის მამა, იული, ოში, ღათერი და მოსოხი. ეს სხვა მოსოხია, ის სხვა მოსოხია. ნახეთ, წარმოვიდგინეთ, რამდენი მამამთავარი, რამდენი მრავალშვილიანი ადამიანი ჩამოგითვალეთ, მამამთავარი, რომელიც უმნიშვნელოვანესი პიროვნებაა და ამიტომ არის მოხსენიებული ბიბლიაში, თორე წარმოვიდგინეთ, რომ კიდე არსებობენ სხვა ხალხი და უკვე რამხელა ერია, ხვდებით ხორის თქმამ და შესაბამისად რამხელა ერია და აი უკვე აი ამ მეოთხე თაობის მე რომ მოგახსენეთ, რომ სალა არის მესამე თაობა სემის ხაზში, მისი შვილია ებერი, ებერს თავისი მხრივ ორი შვილი ყავდა, ეს არის იაქტანი და რაგავი. აი რაგავის ეპოქაში ხდება შესაბამისად ბაბილონის მოვლენები, ბაბილონის გოდოლის მშენებლობა და ეხლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რომელი უკვე აი ამ მეოთხე თაობაში, რომელი ხალხი არ წავიდა ბაბილონის მშენებლობაში. ცხადია,
არის ესეთი წიგნი, იუბილეთა წიგნი, რომელსაც მეორე დაბადებას ეძახიან და იქ დოკუმენტურად არის აღწერილი, რომ დასცინის და ამხილებს რაგავი და ფალეკი, ანუ მამაშვილი, მე-5 და მე-6 თაობის ადამიანები დასცინიან და ამხელენ იმ ადამიანებს, ვინც წასულნი არიან ბაბილონის მშენებლობაზე. და ამასთანავე ხაზს უსვავ, ეს ა ブラ ამის ხაზია. ეს მაცხოვრის ხაზია და ეს ლაქა ამ ხაზს არ უნდა დასჩენოდა. შესაბამისად, მაცხოვრის აღმა ხაზი, ბაბილონის მონაწილე არ უნდა ყოფილიყო და ესენი იმთავითვე აი ბოლომდე რჩებიან, რამდენადმე თქვენ ახლა ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ რამდენადაც იუდეველია წმინდა მარიამი და მაცხოვარი როგორც ძეკაცისა, იმდენადვე იგი ძალიან ბევრგან ქალდეველად მოიხსენიებიან, ხო? ხოდია. ქალდეველები არიან და რამდენადაც უფრო ხშირად ცხადია ებრაულ ენაზე საუბრობს მაცხოვარი, არაერთხელ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ სახარებაში იგი საუბრობს ქალდეურადაც, ხო? და თუნდაც აი ბოლოს სიტყვებზეც ხო არის, რომ ელი ლამა საბათქანი ქალდეურად არის რა თქმა უნდა. ქალდეურად მაგაზე უკვე სხვაში ბევრი ალაპარაკდა, ცოტა არ ლაპარაკობს, აი ხდება ხოლმე. ხო? მეცნიერები, კარგია. მარტო მეცნიერები მაგას ამბობენ თვითონაც. და კიდევ ბევრი უკვე მაგაზე და ანუ ა ブラ ამის ქალდეველობა, როდესაც უკვე ამ ბოლო ხანებში ბევრმა მიიღო ეს, ადრე რაღაც ბრკოლდებოდნენ, ანუ ეს ინფორმაციის ნაკლებობა. უკვე რაც გაიგეს, რომ ა ブラ ამი ნამდვილად ქალდეველია, ეს გააცნობიერეს. ეხლა რახან შენ ეუბნები იმას, რომ წერია წიგნის შობისა იესო ქრისტესის ძისა დავითისა ძისა ა ブラ ამის, ანუ ქრისტეს ხორციელად კაცობრივი ადამიანური ბუნება, რომელიც გააჩნდა ხორციელი ბუნება. ბუნებრივია, რომ ის ხორციელი ბუნება ადამიანის წიაღში რომ იშვა, მას თავისი გენეტიკა გააჩნდა და თავისი წარმომავლობა გააჩნდა. ხო, ადამიანურ კაცობრივ ბუნებას. ღმერთში ორი ბუნება, ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება. ღვთაებრივი ბუნებით ის არის ზეციური მეორე ჰიპოსტასი, ყოვლადწმინდა სამებისა, დაუსაბამო ღმერთი, მაგრამ მეორე მხრივ ის ხო არის ადამიანი, სრულად კაცი და სრულად ღმერთი. ადამიანური ბუნებით წერია იქ რომ არის შობისა იესო ქრისტესისა დავითისა და ა ブラ ამისა დაბადებული ყოვლად უბიწო ყოვლადწმინდა ქალწულში. მამაკაცის გარეშე. და ეს ყოვლადწმინდა ქალწული ჩვენი ზეციური დედოფალი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი რა გენეალოგიისაც იყო, ანუ ძველ ებრაელებში არ იწერებოდა კაცის გენეალოგია, უბრალოდ ქალის გენეალოგია, იწერებოდა კაცის გენეალოგია და ხდებოდა დაწინდვა თავისივე ტომის ადამიანზე, თავისივე ნათესავზე ხდებოდა დაწინდვა და აქედან გამომდინარე, რადგან მოცემულია მათეს სახარებაშია, ხო, წიგნის შობისა იესო ქრისტე, შვა როგორ ჩვენ ხო ვიცით მთელი გენეალოგია ვინ შვა მოცემული მთელი იოსებ დამწიდველაზე ქმარი მარიამისა რომელმაც შვა ქრისტე ხო არის იმაში წმინდა წერილში და მთელი ეს გენეალოგია ემთხვევა ანუ ეს გენეალოგია ადასტურებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ესე იგი წარმომავლობას ა ブラ ამის ხაზიდან დავით წინასწარმეტყველის ხაზიდან, აი ამ წმინდა ოჯახიდან, რაზეც ჩვენ საუბრობდი. უბრალოდ წმინდა წერილში არ წერია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხაზის პირდაპირ გენეალოგია, წერია იოსებ დამწიდველის გენეალოგია. იქიდან გამომდინარე, რომ ებრაელები არ წერდნენ ხალისას, არამედ წერდნენ კაცსაც და დაიწერა, ესე იგი იოსებ დამწიდველის გენეალოგია, მაგრამ იოსებ დამწიდველის გენეალოგია ემთხვევა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გენეალოგიას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ა ブラ ამისა და დავითის შთამომავალი. და მაცხოვარი ბუნებრივად, კაცობრივი ბუნებით, რომ არის ქალდეველი, თუ ჩვენ თანხმდებით იმაზე და უკვე ბევრი თანხმდება, რომ ა ブラ ამმა მთავარი არის ქალდეველი, შესაბამისად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც გამოდის ქალდეველი, ეს ხო არის ლოგიკა. და შესაბამისად მაცხოვარი კაცობრივი ბუნებით განკაცებულა როგორც ქალდეველი. ანუ ამას ნიშნავს ეს სხვას არ არის. ძვირფასო ნათესავებო, მეგობრებო, აი აქ უნდა ჩავთომე ჩვენი წინა გადაცემების უმთავრესი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომ მე და გეგამ პატიოსან სიტყვას ვიძლევით. აი პატიოსან სიტყვას ვიძლევით, ეხლა როგორ დავადასტუროთ ამაზე უფრო კარგად, რომ ბიბლიიდან, წმინდა წერილიდან, კანონიკური ტექსტიდანვე აღმოვაჩინეთ და ჩანს ნებისმიერ შეგვიძლია დავუდასტუროთ, რომ იქ სადაც არის დღევანდელი შანლიურფა, სადაც იყო ადრე ქრისტიანული ედესა, სადაც არის ანტიოქია,
სწორედ იქ მდებარეობდა აბრაამის პირველი სახლი, სადაც პირველი 75 წელი იცხოვრა და ეს არის სრულიად ქართული გარემო. ისეთი ქართული გარემო, აი ნუ გაგიკვირდებათ ახლა ისეთ რაღაცას ვიტყვი. ეს იყო ისეთივე ქართული გარემო მაგალითისათვის 24, 25, 30, 35 საუკუნის წინ ისეთივე ქართული გარემო იყო იქ, როგორც მაგალითად ქართული გარემო იყო ართავანში და მცხეთაში და ქუთაისში და აიას ადგილას და ასე შემდეგ. ხვდებით ხორის თქმა მინდა. ეს იყო სასწაულად მერე აქ იყო ქვეყანა ოსროენი, აქ იყო ქვეყანა მითანი, აქ იყო ქვეყანა ური, აქ იყო ქვეყანა ქარდუქი, სხვადასხვა ეპოქებში, კარგად გამიგეთ, აი 24 საუკუნის წინ რომ მან გაიარა ქსენოფონტემ, პირდაპირ თქვა რომ ეს არის ქარდუქი, კარდუარისო. შესაბამისად და უკვე ჩვენი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალი მიდის რა საომრად სპარსეთში 8 წლით ტოვებს ამ ქალაქში ურში ურახად მიმავალი და ურახად დასტოვაო დადა დედაო ტოვებს დედას და დას ეს რო სრულიად ქართული გარემო არ ყოფილიყო აი პეტრე იბერის ცხოვრებაში იგივე ავგაროზის ცხოვრებაში ეპოქაში მარცხოვრის ეპოქაში იგივე არიან ქართლის ეპოქაში მე ვამბობ და ჩვენ ვამბობთ რომ არიან ქართლი მდებარეობდა ეს იყო ეს სრულიად ქართული გარემო აი ქალდეური გარემო და ქალდეური ქართლი ამაზე უამრავი გვაქვს ნასაუბრები შესაბამისად ეხლა აი ეს თემა რომ აქედან არის აბრაამი ქართული გარემოდან ეს არის ქალდეა და ასე შემდეგ რაღაც დონეზე შემოვფარგლოთ და ვთქვათ რომ ამ დროს როდესაც ბაბილონი შენდება და ინგრევა საქართველოში არიან დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე და ქართულ მიწებს და კავკასიაში არიან მცხეთოსი დამბადებელი ღმერთის მორწმუნე კაცი ჯავახოსი ოძრხოსი ხვდებით ხო რა ეპოქაა და არც ქართლოსი არ არის მკვდარი თუ იქიდან გამომდინარე ვისაუბრებთ რომ იმ ეპოქაში თუ იქ მაგალითისათვის აბრაამის აღმა ეპოქაში თუ ცხოვრობდნენ 300 წელი 250 წელი და ასე შემდეგ მაშინ უნდა ვივარაუდოთ რომ ეს ყველანი ეს დიდი ადამიანები დამბადებელი ღმერთის მორწმუნენი და უღალატო ადამიანები ღვთისა შესაბამისად არიან აქ და არ მიემგზავრებიან ბაბილონის მშენებლობაზე აი ეს ჩვენი წინაპრები ადამიანები რომლებიც კიდე ერთხელ ვიმეორებ ქართლის ცხოვრებისა და ლეონტი მროველის სიტყვის მიხედვით არიან დამბადებელი ღმერთის მორწმუნენი და თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვის მიხედვით და მისი ისტორიის მიხედვით არიან ქართულად მოუბარნი და აი ახსენა გეგამ ვენაცვალე მას აი ეს რო წამოწია თორე შეიძლება გადამქართულებოდა კლიმენტი ალექსანდრიელის სტრომატას მიხედვით აღმოსავლეთ იბერიელნი ანუ იბერიელნი აქ მაცხოვრებელი იბერიელნი არ არიან მოხსენიებული აღრევისა და გაფანტვის ჩამონათვალში 72 ერი მოიხსენია ხალხი მოიხსენია ქვეყანა მოიხსენია და არ მოიხსენია არც კლიმენტი ალექსანდრიელმა არც იპოლიტემ არც იულიუს აფრიკანუსმა და აი ესეთ წყაროებს ესეთ ლოგიკებს უნდა ვენდოთ ხალხო და ამასთანავე კიდე რას ვენდოთ იცით სულ მინდა ამას ხაზი გავუსვა გეგა რა ბედნიერებაა რა გადარჩენაა რა სიხარულია რომ შუშანიკის წამება გვაქვს არა ხო თუნდაც რა ბედნიერებაა რომ წმინდა ნინოს ყოველ ყრმათა წამება გვაქვს უბრალო ვიდრე შუშანიკის წამება შესაბამისად ვიყვეთ ლოგიკის ხარდამჭერნი ნუ დავუწყებთ ბრძოლას ლოგიკას როგორც ვიღაცები სახელის დაგვარს მოგეთ შევაჯამოთ ეხლა ვინ არ წასულა რომ ეს არის შესაბამისად აი ახლა საუბარი არის იბერიელები აქედან გამომდინარე და ისევ იმენაში ვართ მეთქი ფუძეენაში ვართ მეთქი ფუძეენა ჰქონდათ ჩვენ ერს მაცხოვრის ეპოქაში და იაკობ ხუცესის ეპოქაში მაგის თქმა მინდოდა და მე ვიმეორებ ამას რა მეათეთ ვამბობ აი სტრომატაში რო არის ნახსენები რომ აი ჩამოთვლის ეს ადამიანები იყვნენ იქა და ამ დროს უცებ კონტექსტიდან ამოგლეჯილად
კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს, რომ ნებროთი ამ დროს ნადირობდა და ასე მოიპოვებდა საჭმელს. რაღაც აი გაურკვეველია გამიგეთ და მე აგრძელებს აი ესენი იყვნენ, მე ნებროც ახსენებს როგორც მონადირეს და საჭმლის მომპოვებელს და მე ისევ ვინც იყვნენ და ამას შესაბამისად კიდე უფრო საინტერესოდ თეიმურაზ ბატონიშვილი ამბობს, ჩემო მეგობარო, აი ახლა შენ გიხსნი, თქვენც გიხსნით, ჩემო ძვირფასო მეგობარო, არა, ეს უკვე ვთქვით წინა გადაცემაში, რომ თეიმურაზ ბატონიშვილი ამბობს, რომ აი ამ ხარეებში, მაგალითისათვის კარდუსში, ზემო შუა მდინარეთში, სადღაც მაგალითისათვის ნებროთი ნადირობს და აი ამ მოპოვებული ხორაგით, საჭმლით, ხორცით, პურით ამარაგებს მშენებლობას. თორე თვითონ ფიზიკურად იქ არ არის. ხო გამიგეთ რა ხდება? ეს არის უკვე საუბარი თეიმურაზ ბატონიშვილისაგან. და მოდით ახლა მესამე ლოგიკური ცნობაც რა. აი ეს ხალხები, აი ეს ერები, ხო წავიდნენ და გადაიკარგნენ ბაბილონიდან. ბაბილონის გოდოლიდან. ხო, ფაქტია ნებროთი დარჩა და მე ჰაოსი. შენ გენაცვალე, გამარჯობა, ძმაო. ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ აი ამ ტერიტორიაზე, აი ამ ქვეყანაში რჩება აი ამ მიწაზე, ქართულ მიწაზე ჯუანშერში არის ესეთი რამე, რომ სპარსეთის მეფე ეუბნება ვახტანგ გორგასალს, რომ ზემო შუა მდინარეთი შენიაო. ანუ აი სადაც ედესაა რა, ედესას მაღლა. ედესა ანტიოქია, ნისიბისი, ორეთის ანუ შუა ხმელთაშუა ზღვა და ორეთის მთა ანუ ჯუდის მთა, აი ამის მაღლა შენიაო ეს მხარეო შესაბამისად და აი ზუსტად აი ამ ადგილას ხდება ეს დიდი ომი. ქართლოსი, ეგროსი ეხმარებიან ჰაოსს. ხო. და ამარცხებენ ნებროთს. ესე იგი ნებროთიც აქ ცხოვრობს. საცხოვრობს იცით ეს ქუშის ქვეყანაა. იგი ცხოვრობს კარდუს მთის აღმოსავლეთში. ქართლოსი და ეგროსი ცხოვრობენ კარდუს მთის ჩრდილოეთში. და სამხრეთ დასავლეთით ცხოვრობს ასევე არ მყოფი ბაბილონის გოდოლზე ოჯახი აბრაამისა. ეს არის ედესა. აი წარმოიდგინეთ, კიდე ერთხელ მინდა წარმოიდგინოთ რა. ყველანი გაფანტულები არიან და აქ აღარავინ აღარ ცხოვრობს ხალხო, გარდა სამი ოჯახისა, ეს არის ნებროთის ოჯახი, რომელიც არის კიდე ერთხელ ვიმეორებ, სადაც დღეს ნახიჭევანია, სადაც დღეს თებრიზია, სადაც დღეს ერევანია, ხვდებით ხო რა მიმართულებაა? აღმოსავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი და დასავლეთი ცხოვრობენ ქართლოსიანები და ჰაოსიანები და ეგროსიანები. ხოლო სამხრეთ-დასავლეთი აი ამ მიმართულებით ცხოვრობს აბრაამის ოჯახი. დანარჩენია ეს ხალხები, ვინც მე წეგან მოვიხსენიე, ყველანი დაფანტულები არიან უშორეს ადგილებში, ზოგი დასავლეთ ევროპაში და ზოგი აფრიკაში და ზოგი უშორეს აღმოსავლეთში და აი აქ რჩებიან ეს ხალხები რა. და ეხლა მე სიახლე მინდა შენს გაგიზიარო, ჩემო გეგა და თქვენს გაგიზიაროთ ძვირფასებო რა. როგორც ყველა ეძებს ედემის ბაღს მაგალითისათვის, ზოგი ნინევიას ეძებს, აი პირველად გეუბნები ახლა რა. რომ ზოგი ნინევიას ეძებს, ზოგი სოდომსა და გომორს ეძებს და აი რაღაც ამ ბევრი რამე ახლა იპოვეს რა. აი 30 წლის წინ იპოვეს ნინევია რა, რომელზეც ხალხი იცინოდა სად არისო და არ უცხირპირო ადამიანები არიან. მე და შენ დაგვცინიან გეგა რომ ბიბლიურ გეოგრაფიაზე ვმუშაობთ და ედემის ბაღს ვეძებთ, რომელსაც ესე ზედმიწევნით ახასიათებს მოსე რჯულდებელი და წინასწარმეტყველი და გენიოსი და ისტორიკოსი, ხო? ხო და რატო რაულიუსონს არ დასცინიან და რატო ფრიდრიხ დელის არ დასცინიან და მალოვანს და ვილკოქს და არჩიბალდ სეის რატო არ დასცინიან? ეგენიც ხო ეძებდნენ და ჩვენ რომ მაგალითისათვის ეს წერტილი დავდეთ სასპერეთი, სადაც იყო ისინი კი არ შეთანხმდნენ ეს გენიოსები რო ჩამოვთვალე, კი არ შეთანხმდნენ.
ზოგმა დამასკოსთან დაწერა, ზოგმა ბაღდადთან დაწერა, ზოგმა კუვეითთან დაწერა. აი ესე 500-700 კილომეტრიანი დაშორებებით არის მათი წერტილები რა, ამას რო ამბობდნენ. ისინიც ერთმანეთს ეპაექრებიან და ჩვენი კიდევ ერთხელ გეუბნებით ნებისმიერი გვესტუმროს და დავუდასტურებთ რა, რაშია საქმე რა. ნახეთ რის თქმა მინდა. აი ახლა დიდი კონფერენცია იყო ნიკეის კრებასადმი მიძღვნილი დიდი კონფერენცია იყო, გახდით იქა და უცხოელები იყვნენ ჩამოსული სამეცნიერო თეოლოგიური სკოლების დირექტორები, რექტორები, პროფესორები, ძალიან დიდი ღონისძიება იყო, ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს, პროტოპრესვიტერს, მის მაღალ ღირსებას, მამა გიორგის, სასწაულად ჩაატარა ეს ღონისძიება. მეუფიანანია იყო მომხსენებელი პირველ დღესაც, მეორე დღესაც, პირველ დღეს მიესალმა. ასე შემდეგ და აქ გამოაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგიმ, მამა გიორგიმ, რომ უცხოელების გასაგონად და ქართველების გასაგონადაც რომ ჩვენ გვაქვსო ქართული ბიბლიის რამდენიმე ნუსხაო, არა ერთი, არამედ ბევრი ნუსხაო და აქ არსებული ბევრი საკითხიო, ბევრი ერთმანეთთან შეპირისპირებაო და თანხვედრაო, ისეთ მასალას იძლევაო, ისეთ ცნობებს იძლევაო, რომელიც შეიძლება აღემატებოდესო ყველა ერთად აღებულ უცხოურ არამც თუ ერთ რომელიმე თარგმნილ ბიბლიასო რა. და მართლაც ასეა, ისეთ საოცრებებს აღმოაჩენა და ეხლა გამოდის ეგრეთ წოდებული ბიბლია პოლიგლოტა, ანუ მრავალენოვანი ბიბლია, სადაც შესაბამისად შეპირისპირებული იქნება ეს ცნობები და ნახეთ ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება რა. დიდი გონება, უფრო დიდი გონება შეიძლება საქართველოს არ ყოლია ღვთისმეტყველებაში, ვიდრე გიორგი მთაწმინდელია, ხო? მოდი ვთქვათ, რომ ან არ ყოლია ამაზე დიდი გონება, როგორც ღვთისმეტყველი, ან შესაბამისად მისი ტოლფასი იყო ვინმე იგივე მთაწმინდელი მამები. ხო მეთანხმები? თარგმნის რა ეს ადამიანი, ეს დიდი წმინდანი, დიდი გონება ბიბლიას ან ღმერთისგან იგებს და წერს ბიბლიას. ესაია 10:9. მოდით ჯერ გეტყვით შესაბამისად რა წერია ქართულ, რუსულ, ახალ ქართულად თარგმნილ, ინგლისურ, რუსულ, ლათინურ და ასე შემდეგ ბიბლიაში ესაია თავი 10 მუხლი 9. განა ქალნო და ქარქემიში ერთი არ არის? აქ საუბარი არის შესაბამისად ნახსენებია ქალაქი ქალნო, ქარქემიში და ასე შემდეგ, რომელიც მდებარეობს დღევანდელ სირიაში. ხო ხდები რის თქმა მინდა. და გიორგი მთაწმინდელი თარგმნის არა მოვიღე სოფელი ზენაკერძო ბაბილონისა და ხალანისა, სადა გოდოლი აღეშენა. პირდაპირ ამბობს აი ამ მუხლში, რომ აი აქ ხალანში შესაბამისად აშენდა გოდოლი. ყველა ეხლა სამწუხაროდ რა, დაბნეული ადამიანი, აი პირდაპირ გეტყვით რა, ეძებს სადღაც ტიგროსის სანაპიროზე, ერაყის დაბლა შუაწელში, შესაბამისად ტიგროსის შუაწელში და დაბლა ნაწილში ეძებს ბაბილონს და ვერ პოულობენ ქვასაც კი. ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი, მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ესეთ რაღაცას ამბობს, რომ ღმერთმაო ისე დასცხო ამ ბაბილონსო და ისე დაანგრია და ისე დააქციაო, რომ ეს ქვებიც ისე გაფანტაო, რომ კვალი აღარ არისო რა. კარგად გამიგეთ ეხლა ყველას გვწავს ღმერთი და ძალიან მიხარია რომ ესეთი რწმენაა, მაგრამ ეს რაღაც დონეზე ალოგიკურია, გამიგეთ, რის თქმა მინდა რომ ეს უკვალოდ გამქრალიყო და შესაბამისად წერს რა იქ ბაბილონში. წერს რა გიორგი მთაწმინდელი, რომ შესაბამისად აი აქ იყო გოდოლიო, ხალანისო და აი აქ იყო ბაბილონიო, სადაც არისო ხალანიო, სადაც გოდოლი აჩენდაო. საუბარი არის არა ერაყზე, არამედ სირიაზე, ჩემო მეგობარო. და იქ მართლაც აი ქარქემიში ჩაწერეთ, აქ სასწაული ნაგებობები, დიდი ესეთი საძირკვლები, 2 მეტრიანი, 3 მეტრიანი და აი ნაგებობები რო იყო გრანდიოზული, იმისი კვალია. ხო ხვდებით რის თქმა მინდა და ბაბილონია, ქვეყანა ბაბილონია, სხვა რამეა. ქალაქი ბაბილონია, სხვა რამეა და სხვაგან იყო. და გოდოლი იყო არა ქალაქ ბაბილონის, არამედ იყო ბაბილონიის გოდოლი, ეს მთელი ეს ქვეყანა იყო და აი აქ აღწერს ეს ადამიანი შესაბამისად. ეს არის დღევანდელი
სირიის ტერიტორია და აი ეს საიდან დავიწყე ეს საუბარი და შემდეგ გადაცემაში ამას კიდე განვავრცობთ და სხვა წყაროებს მოგიტანთ და სურათებს მოგიტანთ. იქიდან დავიწყე საუბარი, რომ აი ამ ადგილას შესაბამისად აქედან ხდება ადამიანი და აქ მონაწილეობდნენ აი ეს მასიურად აი ეს ხალხები, ყველა მთელი კაცობრიობა მონაწილეობდა გარდა აი ამ სამი ოჯახისა და ეს სამი ოჯახი, ეს სამი ხალხი, ეს სამი გვარი, ეს სამი მოდგმა დარჩა კიდევაც ქალდეურ ენაში, ქალდეის ფუძეზე, ფუძე ქვეყანაში, ფუძე ენაში, ფუძე ერში. დღეს ვართ ეს. და დღეს შესაბამისად და ნახეთ რა ხდება აბრაამი რომ მიდის ჩემო გეგა. აბრაამი რომ მიდის ღმერთის მოწოდებით. იქ რჩება ესეთი ადამიანი სახელად იესტანი. ნესტანი. იესტანი, შესაძლოა ნესტანი. და იცით რა არის, იქ კარგად გამიგეთ, გარკვეული კიდე არ არის, ვეძებ ამ ადამიანს და იქნებ თქვენს დამეხმაროთ, რომ ეს არის მე-12 თავში 30-31 მუხლებია, რომ ჩანს იქ რომ ოჯახის წევრები, რომლები რჩებიან, რომლები მიდიან და რჩება ერთი ადამიანი, რომელიც ჩემი მოკრძალებული აზრით არის წინაპარი და წინაპირობა არიან ქართლის ხალხისა, არიან ქალდეველებისა და არიან ქალდეა იყო იქ სადაც არის ედესა, ჩემო მეგობარო. თუ რამეს დაამატებდი, ან თუ რამეს დააკონკრეტებდი, ჩვენი დრო იწურება. მე საუბრის დასაწყისში ვილაპარაკე, რატომ სწავლობ და აწმყო რომ მშობელი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა და დიდი მადლიერებით მინდა კიდევ ერთხელ გამოეხმაურო მეუფე სპირიდონს, რომელმაც ეს თემა ახსენა და მინდა რომ აი ზუსტად ამაზე გავუსვა ხაზი. ახლა ნუგზარმა ისაუბრა იმ სამ ოჯახზე, რომელიც დარჩა ფუძეზე, არ მიიღო მონაწილეობა ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში და ამ ფუძეზე დარჩენით მათში განხორციელდა ეს ქალდეა და ქალდეა შემდეგ ქართლად იქცა და ქართლი საქართველოდ იქცა რა. და საოცრება ის არის, რომ ერთი შტოდან წამოვიდნენ ფარნავაზიანები, მეორე შტოდან წამოვიდნენ გორგასლიანები და ეს შესაბამისად ხოსროიანები, ეგრეთ წოდებული ნებროთიანები და მესამედან წამოვიდნენ ბაგრატიონები. ანუ სამი გვარი შესაბამისად გაერთიანდნენ და ერთი სამეფოში იყვნენ. ეს როგორ შეიძლება ეს შემთხვევით მომხდარიყო, ჩემო გეგა? და რამ დამმოძღვრელობით ერთი ნებროთიანია, ერთი არფაქსადიანია და აბრამიანია, მესამე კიდე თორღამეიანია და ღამერიანია და ეს აუცრებაა რა. კი. და პატრიარქი ამბობდა ეს ზუსტად ქალდეა ქართლი საქართველო. ეს არის საქართველოს განვითარების 2012 წლის ეპისტოლეში. ქალდეა ქართლი და საქართველო. ეს არის ხაზი საქართველოს ისტორიის განვითარებისაო და სწორედ ასე რომ ეს სამი ოჯახი რომელიც ქალდეის წიაღში რჩება, რომლისგანაც ქართლი იქნება, ქართლის სამეფო იქნება და რომლისგანაც მერე უკვე საქართველო იწოდება უკვე შემდგომ. ყველამ დაკარგა ქალდეველობა ჩვენს გარდა. ყველამ დაკარგა ქალდეველობა და ფუძეერის მსგავსება, გინდა ენით, გინდა ტერიტორიით, გინდა სარწმუნოებით. და რა დამოძღვრელობის სწავლებას გვაძლევს ეს? ერთადერთ ერთი წუთი გაგდრო. რაც უმთავრესია და რაც უმნიშვნელოვანესია, რომ როგორც აი მეუფე სპირიდონმა ეს აღნიშნა და მე ვიმეორებ მის სიტყვას, როგორც ჩვენმა წინაპრებმა არ მიიღეს მონაწილეობა ბაბილონის გოდოლში და დარჩნენ ფუძეზე, აი სწორედ ესეთი ერთგულება გვმართებს დღეს მეორე მოსulis წინა ჟამს, როდესაც კაცობრიობა განდგომილების ეპოქაშია და ახალი ბაბილონის მშენებლობა მიმდინარეობს, კვლავ ქართველ მერმა უნდა უერთგულოს ჭეშმარიტებას და არ მიიღოს აი ამ ანტიქრისტეს მსოფლიო ბოროტებაში მონაწილეობა. უერთგულოს დედაენას, დედასამშობლოს და ფუძეზე სარწმუნოება. ძალიან დიდი მადლობა მეგობრობისათვის, ძმობისათვის, ახლობლობისათვის. მთასავით კაცი რო ხარ, გინდა პირდაპირი გაგებით, გინდა გადატანითი გაგებით. დიდი მადლობა, მშვიდობა გქონდეთ. გაღონიერთდით, გაძლიერდით, გამრავლდით ქართველებო. გაიხარეთ.